დილამშვიდობისა, მეგობრებო, როგორ ახართ? დღეს მოვედი არა საჭმელების კეთებით, არამედ ვილაპარაკო ცოტა ჩემს შესახებ, რადგან ერთმა გამომწერმა მთხოვა ცოტა თქვენ შესახებაც გვიამბეთო. მოგიყვებით ცოტა რაღაცებს. არ ვარ გამოპრანჭული, უბრალოდ ვიბანავე და ჯერ სველით მებით ვარ. და დილა ძალიან მოგიყვებით ახლა ყველაფერს დეტალურად და არ დავწვრილმანდები, მაგრამ ჩემზე წარმოდგენას შეგექმნით. ვინ ვარ, საიდან ვარ და როგორი ვარ. მე ვარ ბათუმიდან, ვარაჭარელი, ქედის რაიონიდან. ასე რომ ზოგჯერ თუ აჭარულსაც გაურევს საუბარში არ გაგიკვირდეთ, ყველას თავისი კილო აქვს. ცხოვრობ ქალაქში, ბინაში, მე-10 სართულზე. ყავს 2 შვილი, 3 შვილიშვილი. მეუღლე. ეხლა ნათესავებსაც აღარ ჩამოვთვლი. მიხარია თქვენი გაცნობა და ვიტყოდი ეხლა უკვე რომ ყავს შეძენილი ახალი მეგობრები. მოდი ეხლა ჩემ შესახებ ცოტა მოვყევი. მოდი ჯერ დაგათვალიერებიეთ ჩემ ბინას, დიდი არაფერი არ არის დასათვალიერები, ძალიან უბრალო დასათვალიერებელი, ძალიან უბრალო და ჩვეულებრივია, მაგრამ მაინც. და მე მოგიყვებით რატომ YouTube-ის არხი. აი, წავიდეთ. ჯერ დილა, რამეს თუ შეამჩნევთ ისეც არ გამკითხოთ მაგისთვის, რომ ჯერ არ მაქვს დალაგებული სახლი. დაგათვალიერებიებთ მაინც, მოდით. აი, ეს ჩემი სამზარეულო, უკვე ყველა იცით. იქ ჭურჭელი ღამისგან არეცხი არის და დასამშრალებელია. ვინც მეყურებთ, უკვე ყველა მიცით ჩემი ბინა. ამის დრო ჯერ არ დამდგარა, რა თქმა უნდა, მაგრამ უადგილობის გამო ჯერ აქ მიდევს. ეს არის ჩემი ჩინური ვარდი, თბილისიდან ჩამომიტანა ჩემართალ მამის ინერგი. სულ ყვავის, ნახეთ, აი ნახეთ, სულ ყვავის, სულ ზამთარ ზაფხულ, სულ ყვავილი აქვს. აი ნახეთ, როგორი ლამაზია და რამდენის კვირტი აქვს კიდე. აქ მაქვს ჩემი ორქიდეა და რატომ ასე მაღლაზე, იმიტომ რომ ვერსად ვერ გავახარე ისე როგორც აქ არის, განსაკუთრებულად მიყვარს, მე მგონი არ ჩანს კარგად. შუქები მინთია, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ ცუდია მინდია გარეთ. ყველაზე ჩემი საყვარელი ყვავილი არის ეს მაჩუკა ჩემმა ბიჭმა, ალბათ 4 წლის წინ. და ნახეთ როგორ იდეალურ ფორმაშია. და რამდენი ყვავილი აქვს. კიდე ვიშლება ახალი. იცოდა იმან რომ მე ძალიან მიყვარდა და მაჩუკა სულ პატარა. იმის მერე ერთხელ გამიფუჭდა თითქოს, მაგრამ დეზინფექცია გავუკეთე და ხომ ამბობენ რომ ორქიდეას მიწა არ უნდა, მე სულ ცოტა ჩავამატე მიწა და ზემოდან თავისი ხის ქერქი. ვული განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩემი შვილის ნაჩუქარია და იმიტომ რომ მიყვარს. ხო, კიდევ რა გვაქვს? ხო, ეს არის ჩემი გაკეთებული, აქ იყო სულ სხვა ნახატი, რომელიც აქ ცოტა სინესტე იყო და ნახატი გამიფუჭა და იმ სიშავეს და ის პატარა წერტილები რომ მქონდა შავი, იმას მერჩივნა რომ რაღაც შემეცვალა და გავაკეთე ასე. არ ვიცი რამდენად მოსაწონია, მაგრამ იდეალური არ არის, ვიცი, მაგრამ
რაც არის ჩემი გაკეთებული. ეხლა აქ თუ შენიშნავთ ამას მეც მასწავლეთ თუ იცით რამე, აქ სულ ფუჭდება, შიგნით რაღაც ფუჭდება რა, შიგნით ორმაგის სტეკლო აქვს და იქ კი დავშალე გავწმინდე, მაგრამ მაინც არა აქვს საშველი. და რომ გავწმინდე, უფრო სტეკლოც გავაფუჭე მგონი. მინა. ხო, ახლა მინდა გითხრათ, აი ეს კედლები, აქ ისედაც ცუდად ჩანს, მოდი ამ ხეთს გამოვიყენებ. აი, ცუდად ჩანს ისედაც, მაგრამ ასე ცუდიც არ არის და რატომ ვამბობ ამას, ეს კედლები, რასაც ხედავთ, იყო ძირძველი ეს კედელი, გაკეთებული, შეღებილი, გაფუჭდა და მერე გავაკეთე მე. და რომ გითხრათ, რით გავაკეთე, ჩვეულებრივად საღებავით რა თქმა უნდა, მაგრამ ცელოფნის პარკი დაკუჭული და საღებავით. ახლა კი იდეალური არ არის, მოდიან შორიდან შეხედეთ როგორია. შორიდან კიდევ არ აუშავს, მაგრამ უკეთესად არის, ვიდეოში არ ჩანს ისე. იდეალური არ არის, გასაგებია, მაგრამ რაც ქონდა ნაკლი, ეს დავფარე. ეგეც ჩემი სამზარეულო. აქ შეგახედებთ ისე ბოდიში და ეს არც იყო მგონი საჭირო. მერე წამოვიდეთ, აქ ჩვეულებრივი შემოსასვლელი. აქ დიდი არაფერი. შემოვიდეთ მისაღებ ოთახში. ხო, ეს ადიალი არ შეიმჩნიოთ, აქ ჩემი ქმარი ისვენებს, სიცივეა ჯერ კიდევ და იმის გადასაფარებლად მაქვს. ეს კუთხე კედელი მთლიანად ქვა არის ინტერიერის შესაცვლელად, რაღაც ცოტა მაინც ყოფილი იყო მისაღები განსხვავებული. აქ კიდევ ხელოვნური ყვავილია, აქ მაქვს დალაგებული სულ სასმელები, ჭიქები და რაღაც ისეთი არაფერი, მხოლოდ სასმელები, იმიტომ რომ ჩემ ქმარს სასმელი არ უყვარს, მაგრამ უყვარს ასეთი მრავალფეროვნება და გავუკეთე მას და რაღაც ცვლილება შევიტანე, რომ ისეთი მასიური არ იყოს, სულ ჭიქები და რაღაცეები რომ გვაქვს ყოველთვის. ხო, აქ იმ სასმელის შესაფერისად დავალაგე, რაც შეეფერება აი სასმელებს. ხო, აქ თვალს მოკრავდით სურათს და რატომ აქ ეს ჩემი დის სურათია, 7 წელია უკვე რომ აღარ მყავს. ყველა მეუბნება რომ აიღე სულ ნუყურებ არ შეიძლებაო, მაგრამ მე არ შემიძლია და თეთრ ჩარჩოში იმიტომ აქ რომ მირჩევნი ასე ხედავდე და რაღაც წამიერად მავიწყდებოდეს რომ ის აღარ არის და მე ვერ ვიღებ აქედან, მე ასე მინდა. ხო, აქ არის პატარა ვიოლინო, თუ რა ქვია ამას. აქ კიდევ დოლი და გარმონი, აქ ფანდური, ჩემ ბიჭს გიტარა ქონდა და სამსახურში აქვს წაღებული, ასე რომ მუსიკალური ოჯახიც ვართ და შეიძლება რომ ზოგჯერ სიმღერითაც გამოვჭდეთ. ხო, ეს ნარდი აქ მიდევს, იმიტომ რომ მეც მიყვარს და თამაშობთ ხშირად, ვეთამაშებით ჩემს მეუღლეს. აქ არაფერი, ჩვეულებრივი ოთახია, იქ სათამაშოებს ხედავთ ჩემი შვილიშვილისთვის. წავიდეთ ჩემ საძინებელში. აქაც არაფერი ისეთი, ჩვეულებრივი პატარა საძინებლებია. ხო, ის საკერავი მანქანა არის, გამიფუჭდა და არ ვიცი რას ვიზამ, ძველებურია, ანტიკვარია. თუ გავაკეთე თუ არა და არ ვიცი, ადგილი არ მაქვს არსად და იმიტომ მიდევს აქ. არაფერი, აი ჩვეულებრივი ოთახია. ხო, ეს არსად არ მივდივარ, ხო, ეს ზამთრის ტანსაცმელი ჩავალაგი აქ
ძალიან თბილები და იმიტომ მიდევს. ხო, აქ ჩემი წამლებია. მე ეს უწამლებს ვსვამ. ეს ჩემი შვილიშვილის სურათია. ხო, აი ეს არის. მეტი არც არაფერი. ხო. ეხლა მოგიყვეთ რატომ YouTube. მე მოძრავი ვარ ძალიან. სულ მუშაობდი. სულ რაღაცას ვაკეთებდი. და 2015 წელში გავხდი ავად. მას მე ვეღარ ვიმუშავე, ვერსად და 2 წლის უკან გავბედე რომ ისევ წავსულიყავი და მემუშავა. მაგრამ 8 თვე ძლიერს ვიმუშავე და გავხდი ისევ ავად. დავანებე თავი და წამოვედი. ჯანმრთელობაზე წინ მაინც არაფერია. ხო, ეხლა ჩემს პრობლემებზე, ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩემს რა გადამხდარა, ამას ეხლა არ მოგიყვებით, არ დაგღლით და არ დაგტვირთავთ. ამას სხვა დროს თუ საჭირო დარჩება, სხვა დროს მოგიყვებით და ეხლა ვუყურებდი რამოდენიმე YouTubers ვიდეოებს და რაღაც გამიჩნდა ინტერესი. მოდი ხომ არ გავაკეთო, მეც შევქმნა არხი და ჩავერთო რაღაც საქმეში. ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვიფიქრე. რატომღაც ჯერ გამიჭირდა. მე ოჯახშიც გავამხილე და არც ჩემი ქმარი და არც შვილები წინააღმდეგი არ წასულა, რა თქმა უნდა. მე ჩემს შვილებს მაინც დავეკითხე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი მე მათი დედა ვარ და რატომ არ უნდა იცოდნენ, რას აკეთებს დედა. ვიღე მათგან დადებითი პასუხი. რატომაც არაო. შვილებმაც დედა თუ შენ გაგახალისებს, თუ შენ შეძლებ, თუ შენ გაქვს ამისი ინტერესი, არც არაფერი არ შავდებაო. იმუშაე, ჩაერთე, გამოგივა, არ გამოგივა და არც არაფერიო. და ერთ დღესაც უცებ გადავწყვიტე, მაქვს ზოგადად ასეთი ხასიათი, შეიძლება თვეები ვიფიქრო, მაგრამ ერთ დღეზე უცბად რაღაცაზე გადავჭრა საკითხი და გავაკეთო რაც მინდა. და გადავიღე ვიდეო. მომჩნევდით ალბათ კიდეც რომ ძალიან შებოჭილი ვიყავი. მე არ მაქვს ეხლა მაგალითად აუდიტორიის წინაშე გამოცდილება, ეკრანის წინაშე გამოცდილება და რა თქმა უნდა შებოჭილი ვიყავი. მე სულ იმის ფიქრშიც, ხალხი როგორ მიიღებს, როგორ აიტაცებს, რა კომენტარები წამოვა, იქნება და ისე გამკიცხონ, რომ ამ ერთ ვიდეოზე ჩავიქნიო ხელი და ანუ შიშით მოვედი რა. მაგრამ ეს მქონდა მაინც გულში, რომ რაც არ უნდა ცუდი კომენტარები წამოვიდეს, არ მიაქციო ყურადღება, გააგრძელე შენი საქმე და ნახოთ შედეგი დანარჩენი მომავალი დღეების და დავდე ერთი ვიდეო ხომ, მე მეორე, მესამე და ხედავ ნელა-ნელა ცოტა წინ მივიწეო. მე იყო ერთი კომენტარი ისეთი, რომ ცოტა მაგრამ არ ავშავს. ესეც მისაღებია, პირიქით ამან უფრო გამაძლიერა და უფრო მივხვდი, რომ არა, უნდა იყო მყარად და არც უნდა მიაქციო ისეთ კომენტარებს თქვათ ყურადღება, რომ იძულებული იყო ამის გამო დაამთავრო ყველაფერი, არა. და მე ვნახე, რომ წამოვიდა თბილი კომენტარები, ლაიქები, გამოწერები, რამაც გამამხნევა ძალიან და მომეცა იმის იმედი, რომ შეიძლება გავაგრძელო.
რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით ყველა თქვენგანს, ვინც გამომიწერეთ, ვინც დამილაიქეთ, ვინც ერთი გულიც კი გამომიგზავნეთ და ვინც კომენტარი გამიკეთეთ. აი ყველა თქვენგანს უღმესი მადლობა. ეს არის ჩემი როგორ გითხრათ, აი იმისი იმედი, რომ თურმე ხალხს ყვარები ვარ. მეც უკვე ძალიან მიყვარხართ. იმ თბილი კომენტარების მერე რაღაცნაირი ხდები ადამიანი, გეძლევა რაღაცის იმედი, უფრო ერთვების საქმეში, უფრო გაქვს ინტერესი, რომ თქვა და გააკეთო ისეთი, რაც ხალხს მოწონს, უყვარს და გყავდეს ბევრი მაყურებელი, რა თქმა უნდა. ხო, ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით, გულით ოღონდ 1%-ითაც თუ ამას ეკრანის გამო ვაკეთებდე ახლა და ვიდეოს გამო ვაკეთებდე, არა, აი ნამდვილად გულით გიხდით ყველა თქვენგანს მადლობას. ხო, ასე რომ თქვენი კომენტარები ძალიან მომხნევებს, მაძლევს ძალას, ენერგიას. მინდა რომ შეგაყვაროთ თავი, არ ვიყო მოსაბეზრებელი, რაღაც კონდეს ჩემს არხს სახალისო ვიდეოებიც და არ ვიყო. ზოგადად არ ვარ ისეთი ხასიათის, როგორც პირველ 2-3 ვიდეოში ჩანვარ რაღაც უხასიათო თუ რაღაც. უბრალოდ ვიყავი დაძაბული. ალბათ ნელ-ნელა უფრო და უფრო გავიხსნები. ხო, ჯერ ბევრი რამე მაქვს კიდევ სასწავლი, ბევრი რამის ათვისება ჭირდება. დღეს რა არის მე-6 დღე და ყველაფერი ასე უცებ და ადვილად არ ხდება, რა თქმა უნდა. ხო, აი კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გითხრათ იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ, თუ გინდათ რომ ერთ წუთსაც ხარჯავთ იმისთვის რომ ვიდეოს უყუროთ. კარგით, აბა დღეს ასე დაგემშვიდობებით. ყველას გისურვებთ ბედნიერ წარმატებულ დღეს, სიხარულით სავსე დღეს. მოვალ აუცილებლად სხვა ვიდეოებით, მოვალ სხვა ჩანაწერებით. თუ თქვენს რაიმე გაინტერესებთ, კითხეთ, გიპასუხებთ, ან უფრო მეტი რა გაგიხარდებოდათ, იმეტყვით, ამასაც გავაკეთებ. მისაღებია ყველაფერი, ნორმალურ ფარგლებში, რა თქმა უნდა. აი ძალიან მიხარიხართ, მართლა, ოღონდ ძალიან მიხარიხართ, რომ იმ დადებითი კომენტარებით იმხელა სიხარული მომანიჭეთ, რომ დღეს კიდევ ყოფილა ისეთი ხალხი, რომ შეიძლება გვერდში დაგიდგეს, ფეხზე დაგაყენოს და შენთვის 1-2 სიტყვა თბილი გაიმეტოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს სხვა ცხოვრებაა. აბა კარგად იყავით, მოვალ აუცილებლად. თავს არ მოგაბეზრებთ, ყოველთვის ვცდილობ, რომ მქონდეს ისეთი ვიდეო, რომ საყურებლად არ იყოს რაღაც მოსაბეზრებელი და პატივი ვცე ყველა თქვენგანს. და ყველა თქვენგანის აზრი გავითვალისწინო. ნახვამდის.